ესეც ასე. ესეც ჩემი დღიური დღევანდელი დღე. აბა ეხლა წავიკითხოთ რა ჩავწერე დღიურში. აბა ჩემო დღიურო. დღეს ადრე გავიღვიძე. ხო. ისევ ის მესიზმრა. მაგრამ ძილი აღარ შევიბრუნე. მერე სახლი დავალაგე. მერე ბაბუამ დარეკა და მითხრა გიორგი ჩამოდის თბილისშიო. ეს თბილისში რა არის? თბილისში კი არა თბილისში. რა არის? სუაკ. გიორგი ჩამოდის თბილისშიო. სამსახური ვიშოვაო და პროდუქტები გამოვატანეო. ისე შენ არის ხო გიორგი რომელია ხო? მაგრამ საიდან გესწრებო დღიური ხარ შენ? საიდან გესწრებო? ხო გიორგი ისა რა ქვია რატი სოლი რომ მოთასა რატი ხო იცი? ხო ეგ არის გიორგი კარგი ბიჭი რაღაცნაირი ალალი. დღეისათვის სულ ეს არის. აი ესე დამთავრდეს დღეისათვის. ამოდი ხა ჩაი დავლიოთ. აჰა, ეს გადუხდა. რა ხდება აბა ერთი რაკეტა რა ხდება? უყურე ახლა რა. უყურე, რამდენჯერ გითხარი მაგ ხალათი თუ გამოდიხარ აივანზე მეთქი, ჰა? უყურე ამას. კაპანაძე ფეგ უნდა კიდე. ვაიმე. ვაიმე და მეწაფერი ვაიმე რა თქმა. ვაიმე. ვაიმე რა ტირია, ვაიმე და აი ამ ნამცხვარს გამოვაცხობ. სად არის ეს ბავშვი ამდენ ნიკა ვაგვიანებთ. ვაშა არ დაიღალე ასე უსაქმურად ყოფნით. არ გინდა რამე გააკეთო. აი მაგალითად ჭურჭელია გასამშრალებელი და გაამშრალე. და არ დაიწყო ხა ხალი ხო არა ვარ და ეგეთები. ელენე მე ხედავ რომ საქმეს ვაკეთე. ვაშა ქანაობა საქმე არ არის. რას ლაპარაკობ? მე ხედავ აი სახლს ვანიავებ ვერ ხვდები? თუ გინდა მოუმატებ რეჟიმს, მოუმატებ და ზევითაც აუშვებ აერს. მოიცადე ტოკ. ჩავიცვი. ნიკა ჩქარა ჩამოდი თორე არც აკიბეროს არ გაციდე. აი ამდენ ხანს კრივზე გვაგვიანდება. ლაშავიძე, ესეთი რამე არ გამიგონია. დედა საკუთარი ხელით თავშვილი მიყავდეს საქსენად. ნიკა ბევრს ლაპარაკობ. ნიკა სახში რომ დავბრუნდებით ისეთი გემრიელი საჭმელი უნდა მოვამზადო, აი დესერტით შევარჩიე. ხო, დღეს შიდა ტურნირი გვაქვს და თუ მექნება მაგის კბილები კარგია. ისე ლაშაბიძია როგორ მშურს შენი ასე უსაქმურად რომ ხარ. აყვა ეხლა ესე დედამის. უსაქმურად ვარ, ხო, კარგი ვარ. იცი რას ვიზავ ახლა? არა ვარ არაფერი უსაქმურად არ ვიქნებ. ავდგები და ჩემი საძინებლის კარის საკეთს შევაკეთებ. ხო, ავდგები და შევაკეთებ. ლაშა, რა აქვს ამაში საკეთებელი? გავაფუჭებ და მერე შევაკეთებ. ავედით ნიკა წავედით. კარგად ლაშიკო, არის სახო. უყურესი.
გიორგი როგორ ახარ ჩამოხოდი შემოდი არა იყოს ხო არ შეგაწუხებ და ვიქნები აი შენ კიდე აქ და ხარ შემოდი რა გიორგი ვაიმე არა იყოს ვიდგები პატა გიორგი გეხოცები შემოდი გიორგი მიდერავს იქინა კბილებზე და მცივა გაიგე და ტკიბო შემოდი კბილებზე თუ ქცივა მაშინ აქ ამშვიდობა შემოდი აბა ბედნიერი იყო ჩემი ფეხი ხო აბა ის გამომართვი ბაბუამ გამოგიგზავნა კაი ჩხარი აჯიკა კაი მარილიანი ყველი მჟავე კიტრი ხო ეს კიდე ჩემგან რა ვიცი შოკოლადი ხო ოჯახში მოდივარ სიტყვა ხო უნდა შემოვიტანო და კარგი გიორგი აბა კარგი წავედი მაშინ საწახოდი მოდი ერთი წუთი მოდია რა საწახოდი მოდია ბაბუამ რაღაც სამსახური იშოვაო და რაღაცა თბილისში ჩამოდისო მაგიტომ რა სამსახური იშოვე მოდია ბე მართალია მართალია კი რა სამსახური იშოვე აი სამსახურია რა ხო და რა სამსახურია სამსახური გავიგე მაგრამ სახელი რაღაც რა სამსახური რაღაც რა ვიცი ერთ გიორგი ხოცები კისერი მეტკინა დაჯექი ერთი წუთი დამშვიდე მაგრამ მომიტყვი ძალიან ხო რატომ ნერვიულობ დამშვიდი აბა რა ხდება რა სამსახური არაფერი აი დისტრიბუციაში დავიწყე მუშაობა ხო კარგია რისი დისტრიბუცია იმის რა იმისი რისი დისტრიბუტორიც ვარ აი ხო ძალიან ხო და რისი დისტრიბუტორი ხაი კონკრეტულად რისი დისტრიბუტორი ხარ აბა ქალებს რო ხო ხდებია ეს არის ხო კულინარიული წიგნი ნაწილი მოდი ამას მაინც წავიკითხავ რაღაცა რა ვიცი გადავშალოთ აბა ნახოთ აქ რა არის ჩახოხბილი აქეთ რა არის ეს არ გვინდა ეს რა არის აი ვერამდენე გვერდი კუპატი აი საჭმელად ხო გემრიელი ხარ მაგრამ წასაკითხასაც რა კარგი ყოფილი გასაგია კარგი მომეწონა ხო მოდი აბა ერთი დესერტს გადავხედოთ რამეს დესერტ აი რაო იაპონური ტორტი მშვენიერია ხო არ გამეკეთებინა საჭირდება კვერცხი შაქარი კვერცხი გვაქვს შაქარიც გვექნება გვაქვს ეს არის ყველაფერი გვაქვს ესე იგი იაპონური ტორტი ჟოლო არა ჟოლო რო არა მაქვს აი ამას ვერ გავაკეთებთ აქეთ რა არის ეს აი ესპანური ნამცხვარი მშვენიერია ესპანური ნამცხვარი ზეფირით მაგრამ ზეფირი არა მაქვს მოდი რას ვიზავით ამ იაპონური ტორტის და ამ ესპანური ნამცხვრის ინგრედიენტებს ამოვიდებ და რაღაცა შევაერთებ და რაღაცას ისეც გავაკეთებ რაც არავის არ გაუკეთებია კარგია არ ვიცი გიორგი ვერ ხვდები არ ვიცი შოკოლადი ჭამე პატა იცი რა შოკოლადია ციცოს ბუტკაში ვიყიდე ციცოს ბუტკა არსებობს კიდე ასლაპარა იცი რა მუშაობა აქ ორი რვეული მანახა ნისიე მას რა თან გაიგო შენთან მომქონდა ეგრევე დამიკლო 10 წელი დაგიკლო შენთან რასლაპარა ძალიან მიდი მოიტანე გავსინჯო თვერი მიდი აბა რა შოკოლადი მიდი შენ არ მიირთო შოკოლადს ულამაზესო აუ მე მეუბნები პატა არა გიორგი შენ რა გეუბნები შენერად გეუბნები შენ არის ხო გიორგი მოდი აქ არა იყოს ვიქნებ რა იყოს მოდი გიორგი მოდი აქ მოდი დადიქი გაიხედე იყოს ვაიმე გიორგი გაიხედე პატა მეხუთე სართულზე რო ის მაღალი გოგოა ქერათმიანი ლამაზი ნამდვილია ეგა? ხო ნამდვილი ხო ნამდვილია აბა რა არის კარგი იყოფა მომეც თურმე არა იყოს გიორგი დურბინს არ მოძრაობს არა აბატი ხო კარგი გამოდი გახსენი მიდი ერთი რა შოკოლადია გავხსენ აბა ცოტა შოკოლადი დავიდა აი შენ რო დაგინახა წავიდა გიორგი
საბა? ამ პირისეთის ხელი მაქვს, ეხლა ჩადანა გაიგე? შენ პატა ამ სახლში მარტო ცხოვრობ შენ? ახლა კი. ახლა მარტო ცხოვრობ, მაგრამ ადრე ისე ვისაც ცხოვრობდი? რატი, ხო იცი? რატი? შენ რა თოლი მოგტაცა კაცო, რა? აი კაცი. მაგრამ სიგიოდი, ეხლა ფიქრობდი და აი თქვენ რა გამოდიხართ ერთმანეთის თქვენ სამნი? გაი, ფიქრობ და ვერ მოვიფიქრე, რა გამოდიხართ თქვენ სამნი ერთმანეთის ქმარი თუ ქმარი, ჰა? აი ფიასო. რა გამოდიხართ? უშო. შენ შეყვარებული როგორ არის? კარგად არის, ქობულეთშია ეხლა. დასვენებლად არა? არა, გათხოვდა, იცი რა ბიჭდა ყვა. აიმე. კარგი გამომივიდა, ხო იცი? ცუდი არ უნდა იყოს. რა, მოდი დაველოდები ნიკას და ელენეს და მათ ერთად გავჭრი. მაგრამ არა, ხო რა გაიგონი მათ რომ მე გამოვაცხე დამცინებენ რა კაცის საქმეა გამოცხობაო. პატასთან რო გავიტანო, პატა იფიქრებს რომ რას აფიქრობს ხოლმე ეს ბიჭი კიდე რა? ხო. არა, იმასთან ნუნუსთან გამორიცხულია გატანა, არა. ფრიდონთან ხო საერთოდ. მოდი რას ვიზა, ვიცი? შევჭამ. მაგრამ დიდია ძალიან და ნახევარ შევჭამ და ნახევარს მე რაღაცას მოუფიქრებ რა. ვაიმე მუცელი როგორ მტკივა. რა გინდოდა გიორგი, რას მეცოდი მითხარი, რა გინდოდა, რატომ მომწამლე კაცო, რა გინდოდა? რა მითხარი იცოდე, ვინ დაგავალა ჩემი მოწამლა მითხარი იცოდე. მე რა ვიცოდი თუ ესეთი ვადაგასული იქნებოდა, რა ვიცი. ყველაზე ძვირიანი რაც იყო ის ავარჩიეთ. ვაიმე მუცელი. აი შევჭამ ეხლა მეც და შენთან ერთად მომწამლე. გაანებეთ თავი კაცო, რაც შენთან ერთად მოიწამლები, რომეო და ჯულიეტა მე და შენ იწამლები, წადი მეზობელ დაუძახე ვიღაცას, კაცო, წადი ხო. ვაიმე მუცელი. ვაიმე ჩემი მუცელი, ვაიმე რა გინდოდა გიორგი, ხო? ვაიმე მუცელი. რა იყო გიორგი? არა პატა, პირველად მივდივარ ოჯახში და ხელცარიელი ხო არ შევალ 1-2 წელს წავიღე. რა წაიღებ, დაგინა, გაანებე თავი, რა გინა, მეზობლების უნდა მომიწავლო რა. ვინ არის? შენ შემოგზავნილი ხო არ ხარ, კაცო, რა გინდა, გაჩერდი, ვინ არის? პატა. ბატონო. ვისა, ელენისთან მოვედი და შენი ხმა გავიგე სადარბაზოში და ხო მშვიდობა. გამარჯობა. სალამი. აი შოკოლადი შევჭამე და მოვიწამლე თეკლა მუცელი მტკივა მაგრად. შოკოლადი? ჩემი ბრალია მე მოვუტანე. მოიცა ვადაგასული ხო არ არის? მოიცა ამას ვადა არ აწერია? რა ვიცი თეკლა მე მგონი ეგ იმ დროს გამოუშვეს მაშინ საერთოდ არ აწერდნენ ვადას რა ვიცი აბა. დაუღუპე ახალგაზრდა კაცი. დამშვიდი ისეთი არაფერია დაძრა. არაფერია რასაგავს შეხედე ეს საწყი. ამაგარია. რა ლამაზად ამორთული. რა არის? ნამცხვარია თათია, ნამცხვარი. ხო, ნამცხვარი. მოიცა ალკოჰოლური სასმლის შემოტანა ბარში აკრძალულია. ნამცხვრის არ მახსოვს. ვინ გამოაცხო? საიდუმლო შენახვა შეგიძლია? კი. მე გამოვაცხე. მართლა? აუ, არ უნდა მეთქვა. თათია.
მოიცან, ეხლა რა გამოდის, რომ შენ ისე არ მოგწონს, მე როგორ გემსახურები, რომ შენი ნამცხვრით დადიხარ? არა, თათი, არა, რა შუაშია, გეტყვი ახლა. ხო გამოვაცხე ეს ნამცხვარი. ხო და ნახევარი შევჭამე, ნახევარს კიდე ვეღარ მოვერიე და რა ვიცი ახლა, ვიფიქრე ჩავიტანოდი, ხო გამისინჯავ. კი, მაგას ვაკეთებ ახლა. ხო? მოიცადე. თანცუდია ხო? მოგმიგია, მართლა. მართლა, მო? რა ქვია და რა ქვია, რა არ მქონდა მე, ჟოლო არ მქონდა და ზეფირი, ხო? ჟოზე ქვია. ვინ არის საწყალი? მოდიო, ვინ არის საწყალი? კარგი, პატა, ერთი წუთი მოისე, ბევრი შეჭამე? რა ვიცი, ეკლა განდნარი იყო და ერთმანეთზე იყო გადაყენებული და ვერ გეტყვი კონკრეტულად რამდენი გამომივიდა. პატა, მომწე დამშვიდი დაწნარდი, მე ვიცი რაც უნდა ხო. ერთი წუთი გაჩერდი გეხვეწე. შენ რა ქვია? მე კი გიორგი მქვია, მაგრამ რა თქინდა, აი რა ვქენი. ისე თეკლა. გიორგი ხო? გიორგი, ერთი წუთი. თუ არ შეწუხდები, აფთიაქში რომ ჩახვიდე და რეგიდრონი ამოიტანო რა. შემიძლია, მაგრამ რეგიდრონი როგორ ესე დღისით, მზისით. პირდაპირ შეხვალ აფთიაქში და ეტყვი რეგიდრონი მინდაო და მოგცემენ. მე არ მინდა რეგიდრონი. აი პატას უნდა რეგიდრონი. აღარ შემიძლია. პირიმა გამომწვარი, მუცელი მაქვს ჩამწვარი, გული დამწვარი, რა გინდა რას მეჩი, წოდი რაღაცა დააკეთე. აი გიორგი, გეხოცები ჩქარა თორე ცოდოა რა. აი, წავალ, იქ ვინ უნდა ვიკითხო ეგ მითხარი. არავინ არ უნდა იკითხო, შეხვალ გოგოები დაგხვდებიან, რეგიდრონი მომეცვეთყვი და მოგცემ. მარტო გოგოები არიანი? კი. აუ. ცოტა რომ მწხვენია. რისი მწხვენია, ჰა? ის რა რისი მწხვენია? გიორგი მწყინვალე დროიდან შოკოლადი რომ მომიტანე. მე ესეთი გემრიელი ჟოზე ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია. რას? ხო, რანაირი ჟოზე გიჭამია? პრინციპში აქამდე ჟოზე არ ქონდა გასინჯველი. ხო, ახლა რა. რა ვქნათ იცი, ამას წავიდე ბარში. გავყიდოთ. კარგი რა თათია, ვინ იყიდის ახლა ამას? რას ვაფა? უცებ გაიყიდება ესეთ გემრიელი? მართლა ესეთი მოთხოვნა საერთოდ იმაზე, რა ქვია, ნამცხვარზე მოთხოვნაა? არა, იცი რა არის ხა კონკრეტულად ნამცხვარზე არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხა რას მიუტანს? არ გაუკვირდებათ, ხო? ხო, ისე მართალია. წავედი, ეს პირდაპირ ვეტყვი, რეგიდრონი მომეცით მეთქი და მიხვდებიან. ხო. აი მე კარგი მე წავალ და შენ დარჩინე. თეკლა ამას ვატოვე, მოდი. გადადი ქუჩის მეორე მხარეს არის აფთიაქი. გადადი გიორგი გეხოცე. აუ, კარგი გიორგი გეხოცე. მოდი თეკლა. ბატონო. მოდი. გეხოცები რა. იმას არ ვთქ ძალიან ვთხოვრო. სიცოც ბუტკაში ნაკება შოკოლადი მომწამლა, კარგი? თუ რაღაცა უთხარი რომ ვითომ მარტოობამ და მაგაზე ფიქრმა გამომხრა შიგნიდან გაიგე. პატა, ვინ იმას უთხარ? აი, იმას ტურბინდას. რა ტურბინდას? რა გჭირს პატა? დამშვიდი დაწნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, არ იმედი. ფეხით წავიდე თუ ლივტით. ვაიმე. კარგი, დამშვიდი, როგორც შენ გინდა გიორგი? არა, მე კი არ მინდა, ანუ ფეხით რომელთაც მალე წავალ იმით და ფეხით წავიდე ლიფტით თუ ფეხით? ლიფტით. არა, ლიფტის მაშინია. მაშინ ფეხით წადი გიორგი. ფეხით რატომ უნდა წავიდე თუ მითხარი ლიფტით უფრო მალე ჩავა? ვაიმე. გიორგი, გეხოცები წადი თუ რემ ხამია შოკოლად გესვი. აი, ლიფტით მივდივარ, ლიფტით. თეკლა. ისი რა ცუდი შეიძლება ახლა აი ესე მგონია რომ წარმოიდგინე რომ ვითომ შიგნიდან აი ესე მგონია რომ კიბურცხალები დადიან და აი რაღაცა ესე
გამცინიან ვითომ ეს შიგნიდან ეს კი მოწყალები ლივტი და რა ვქნა ესა გიორგი 5 თეთრიანი ჩააგდე და წავა 5 რა არის 50 ჩავაგდე ვაიმე თეკლა აი ძალიან მინდა ეხლა რომ 2 წუთით გამომაჯამცელა რომ აი ეს მასე მინდა რა ისეც უნდა კარგი დამშვიდდი პატა დაწნარდი ისე მეყოფა 2 წუთი ვითომ ხა არა კარგი იდეა რა გამარჯობა ლაშა როგორ ხარ კარგად კი ვარ მაგრამ აქეთა ვარ მე ვიცი ხელა გამარჯობა პროფესორ რა შეუკეთეთ თქვენ რა გააქვთ ახალი დამცხარი გვაქვს ჟოზე და რა ღირს უფასო მაშინ არ მინდა თუ უფასოა უხარისხო იქნება არა 3 ლარი ღირს 3 ლარი ღირს არ მაშინ არ მინდა 3 ლარს ნამსხვრში ვერ გადავიქცე სხვა ესე იგი გვაქვს ცეზარი პიცა ფრი სპაგეტი გვაქვს სტეიკი გვაქვს გოგრის სალათა გვაქვს წვენი გვაქვს იცის მე რა თქვით და თქვენ რა გინდათ ბანანი არ გვაქვს კარგით მაშინ მოვიფიქრეთ ბატონო პროფესორო თათიას უყურებთ ხო მეტყობა ხო კი კარგი გოგოა თათია მე დაქტოვებთ ეხლა თქვენ და აბა ეს დროები კარგად იყავით მაგრამ პროფესორო თათია ძალიან დიდი მადლობა რომ ეხმარები რა ძალიან დიდი მადლობა წავედი ხა მე გავიქეცი კარგი და თუ მოეწონათ დამცხარე რა უთხრა ვინ გამოაცხადო თუ მოეწონათ რაც გინდა ის უთხარი ოღონდ მე მაინც უმახსენებ რა ვიცი და თუ არ მოეწონათ იცი რა უთხარი ვინ გამოაცხადო ხო აი კარატის პირველი თენგო ხო ის ჩვენგან ეზოში თენგო ხო უთხარი რომ იმან გამოაცხადო ვაიმე თეკლა ძალიან ცხოვრა ისე ნელა მინიავებ რომ რამოდენიმე სტატიის საკითხვა მოვასწარი კარგი პატარა დამეღალა ხელები რა აი ეგ არის აი საერთოდ არ გეცოდები შენ და საერთოდ არ ზრუნავ ჩემზე რა არის ვერ გავიგე როგორ მტკივა მუცები იცი რა ცუდი იყო თეკლა რომ გავხსენე თავინა კი რაღაცა ვიფიქრე რაღაცა ქონდა აი როგორ ისე თეთრი რაღაცეები ქონდა, კაი, ეგ თითქოს აი ის რა ქვია, ობი, უიმე, ნუ მახსენდები, აი რა რომ არც მინდა გავიხსენო და მე ესე ხო შევჭამე და რომ შევჭამე რაღაცაები ისეთი გემო ქონდა, აი როგორ ის სკლარტე, ხო ნუ მახსენდები, ვაიმე რა ცუდი გემო იყო და რაღაცა შიგნით რა ქონდა, ისი ჯემი თუ რა ხო, ვაიმე ნუ მახსენდები. პატა გაჩერდი თორე მე ცუდად გავხსენე. რა იყო ეს? ეს გიორგი სად არის ამდენ ხანს რა? აი რეკავს ძალიან ხო უპასუხე თორე ამის ხმაზე გამახსენდება ის შოკოლადი თუნდაც უნდა გავხდე ისე არ მინდა რა ალო ხო გიორგი ბრახმა მაქვს არა პატა არ ვარ თეკლა ვარ ხო რეგი ხო მეორე კარგი მალე მოხვალ ხო გიორგი კარგი რომელი სადარბაზოაო რა დაბნეული ბიჭია პატა აქცინავს? ესე მალე როგორ დაიცის? ეს არის? პატა ფერაძის ყოველდღიური ჩანაწერები. პატა მომახსენდი ნუ რა მოხდა ეხლა მეგობრები არ ვართ პატა რა უნდა იწეროს ეხლა ისე დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას ყველა ესე მოიქცეოდა
აი ბოლო დღის ჩანაწერით გავუკეთებია. ჩემო დღიურო, გიორგი ჩამოვაო, ყოჩა ხარაგაულს რა გემრიელი შოკოლადები იყიდება თურმე. რას ვთქვათ? დღეს მედალი გადმოვცეს. ამაზე ბევრს არ დავწერ, ამაზე თაობები დაწერ. დღეს კვირა ვისვენებ, მიყვარს კვირა. არდექი ტელევიზორი ჩავრთე. უი ორშაბათი ყოფილა. ვაი სამსახურში დავაგვიანე. ვაი. არ უნდა ჩამეტანა თათიასთან ბარში რა. შეჭამს ვიღაცა არ მოეწონება და უნდა შევწხვე. არა, მაგრამ თათია შემბირდა მე რომ არავის არ ეთყოდა რომ ჩემ მე გამოვაცხე ის სამცხე. ხო, ანუ არ შევწხვე. მაგრამ მაინც არ უნდა ჩამეტანა. ვეკნებოდა ეხლა და ჩაისაერთოდ მივესწრებდი მშვენივრად. ლაშა ვიცია? ჩვენ იცით? მოიცა, ლაშა? ჩვენ შენთვის სიურპრიზი გვაქვს. ტურნირი მოიგე? არა, ეს სიურპრიზი კი არა, სასწაულია. დედიკომ რაღაც გიყიდა. მოიცა, ლაშა, მოდი დაჯექით. ესე იგი მე და ნიკა რომ მოვდიოდით ბარში შევიარეთ, ნიკა მითხრა ნამცხვარი მინდა. ხო, ხმაში მომარტყეს და მარტო რომ ცხოვრდა. მოიცა, და თათიამ გადმოგვიღო ნამცხვარი და გაგვასინჯა. ლაშა, ისეთი გემრიელი, მე ასეთი გემრიელი ნამცხვარი არ მიჭამი, ახლა გადმოგიღებ და გასინჯე. კარგი, ხა მეხუმრებით? არა, ლაშა, რა გემრიელია, გასინჯე. მიდი. გასინჯე. გავსინჯო? გასინჯე, ლაშა. ხო, კარგია. სახლშიაო გამომცხვარი. თითქოს ამ სახლში. ისეთი იაფიღებს, იფიქრებ რა უნდა ამის გაკეთებასო. რას კი რა უნდა ელენე? ბისკვიტს ამოყვანა არ უნდა? მომზადება არ უნდა? თან ტემპერატურა და შეინარჩუნა უნდა აკონტროლო. ალბათ. მიდი რა კარგია. იცი მე ძალიან ცოტა ენერგია მაქვს დარჩენილი და ან იქ მივალ და კარს გავაღებ და დავეცემი, ან კიდე ოთახში ავა და იქ დამძი. მადლობა დე. მოგზანდი. მადლობა ელენე. ლაშა, ელენე ისეთი ნამცხვარი მოგიტანეთ გასაგიზრდები. დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ საუკეთესო საჩუქარი რაც ოდესმე მიმიღია არის ჩემი ქარიზმა ბედისგან. მადლობა ბედო. მოდი ცოტა ძველი ჩანაწერებიც ნახოთ, აბა. დღეს სადარბაზოში ულამაზესი გოგო გავიცანი. ძალიან გამხდარი და გაწეწილი. აუ, რა ლამაზი ყოფილა ბადა. თეკლა ქვია და ელენესთან და ლაშასთან იყო მოსული. ნუ რა გინდა ეხა მართლა ლამაზი ყოფილა. შემეც მახსოვს ეგ დღება და დღეს მინდოდა რომ თეკლას დასანახად რამე გმირობა ჩამედინა და ლიფტში გავჭედე. რომ მერე გმირულად გამომეყვანა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ლიფტის გაღება მარტო შიგნიდან ვიცი. აი თურმე რა მომხდარა იმ დღეს. დღეს სოუს ვაკეთებ. თეკლასთან გავედი ხახვის სათხოვნელად. სახლშიც ჰქონდა ხახვი, მაგრამ აი ეს თეკლას ხახვის ფურცლები. შევიარე და იქ გიყიდეთ ისეთი არაჩვეულებრივი. ალბათო, ნუ ეხლა მოვედით მე და ნიკა თათიასთან ვიყიდეთ ნამცხვარი და ლაშას მოვუტანეთ, აი. ოი მართლა თქვენ მოგეწონათ მომდით. ვაიმე ლაშა მარტო ვაიმე მთელი ეზო გაგიჟებულია. ემზარმა თქვა მთელი კაცები დომინოს ამ ნამცხვარზე თამაშობენ. რას მოგარაკო? არ მჯერა რა, არ მჯერა რომ აი მართლაც რომ არ მჯერა. აშიკო, ნეტა ვიცოდე, ვინ გამოვაცხო რომ ხელები დაუკოცნო რა. არ არის ხა საჭირო რა.
და ელენესაც უყიდია მეც მოუტანე და თუნდაც ამდენი ადგილზე ჩემსაც უკან წავიღებ დადეხლა დადი. აფხილის კაცი ვარ. ხელოვანი კაცი ვარ, არტისტი კაცი. ასეთი გემრიელი არაფერი მიკამია ის. აშკანად. ლამაზი ქალბატონის ნახელავია. ვიცი რა. იცით, აბა არ იცით ახლა? თეკლა ვახშამზე დავპატიჟე და ისევ უარი მითხრა. არადა 3 დღე რეპეტიციობდი სარკესტო როგორ დამეპატიჟე. დღეს ელენე მაღაზიებში წამიყვანა და ძალიან ძვირიანი ტანსაცმელი მაყიდინა, მაგრამ თეკლამ საერთოდ არ მომაქცია ყურადღება როგორც ყოველთვის. მე რა საშინელი ადამიანი ყოფილა რა. ცარაო. საწიყავი 12 იანვარი. დღეს გადავწყვიტე რომ თეკლაზე აღარ ვიფიქრო, აღარასოდეს. მორჩა დღეიდან თეკლას საბოლოოდ დავივიწყებ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. 13 იანვარი. დღეს გავიღვიძე და თეკლას დავურეკე. ვერაფერი ვერ ვუთხარი, უბრალოდ მის ხმას ვუსმენდი. დღეს ვიტირე. ბოლოს 10 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვიტირე ველოსიპედით წიწილა რომ გავჭყლიდე. სამწუხაროა რომ თეკლა ამ დღიურს ვერასოდეს წაიკითხავს. ან თუ წაიკითხავს ეს იმას ნიშნავს რომ მე აღარ ვარ. ვაიმე პაატა. პაატა. პაატა მაპატიე რა, შენ თურმე ესე იტანჯებოდი და მე კიდე ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. პაატა კიდე ის მაპატიე რომ მამას იმ დროს გეუბნები როცა გძინავს და არ გესმის. ისე მართლა ლამაზი მარჯვენა პროფილი გაქვს. ვაიმე არ დამიმალეთ. არ მომსარი? რაიმე გიორგი ჩაეძინა და სათხარ ამდენ ხანს. არა სანამ პატრული არ გავიდა არ გამოვედი აფთიაქიდან. მაინც ეს მქონდათა. რა ფრიდონ, ისეთი გემრიელია, მე მგონი, აი კაცის ხელი აკეთყოფა რა რაღაცნაირად, არა? აბარა, მე რომ გავწინჯე, ნახდა და აი კაცის ხელი იგრძნობა. თითქოს. ვიცი რა არის, მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს თუ კაცის ნახელავია, მაშინ ისეთი კაცი ყოფილა. რა? ვაი კაცი. რა რასმე ვაიკა, იქნებ ორი შვილი ყავს და კაცური კაცი. შეიძლება, გაგიგია, საგაგია შენ ამხრის ცხობა და კაცური კაცობა ერთად. გაგიგია. ისე მართალია ხო იცით, კაცი და ცხობა რაღაც. აბარა. მე მგონი ვიცი ვინაც ხოვს ამ ნამცხვარს. კატიასთან შევიარე და მკითხე ვინაც ხოვს ამ ნამცხვარს, და მითხრა. კარგი რა კატია, კარგი რა კატია. ამათი ხალხი ხარი რო არა მითხრა, არავის არ უთხრა. ამ ნამცხვარს აცხობს ვინმე ჟოზე. გითხარი ვაიკაცია მეთქი. ერთი წუთით ფრიდონ. ვაიკაცი კი არა, ჟოზეფინა, ქალია, ქალი. ფინა თუ არის ხო? იცი როგორი იაფია კიდე ნაჭრებს საჭმის და თავარი არ გააფუჭოს. თავარია თავში არ აუარდეს, ნაჭრები არ დააპატარაოს, ფასს არ მოუმატოს, ეგ უნამუსო ეგ. ხოჭ მაგაზე თავშავარდებათ ხოლმე გააძვირებენ ხოლმე და გააორმაგებენ ფასს. ახლა თქვენ იმდეს ლაპარაკობთ რომ მართლა გააძვირებს ეგ ჟოზე. იცი რა, წამოგებ ამას ჩემს ეზრას და ჩაიღე მიირთმევს კეთები რა. მე დაგტოვებთ, ნამცხვარსაც დაგტოვებთ. არა, ბატონო ფრიდონ, წაიღეთ ჩვენ გვაქვს. ხოდა წამოიღე, თუ არ უნდა წავიღებ, სტუმრებთან მივდივარ და ხელსარილი არ მინდოდა. მომეცი აქ მოვიდე. კარგი რა თათია, მე გითხარი რომ ნამცხვარს ქვია ეს ჟოზე და მე დამარხვი ჟოზე კაცო.
არა, როგორ უნამუსო, კიდე მე ვარ უნამუსო, გავაკეთე ნამწყარი, გაჭამე და უნამუსო და ვაიკაცი ვარ მე, ხო, ვაიკაცი. აი. ვაიკაცი. უნამუსო. მიდეთ სულად ხარ? კი. მეც. შენ რა გჭირს? გვერდებში მირწყეს შენ? მე სულში. გვერდები უფრო მტკივნეული. სათხარ ამდენ დაბადილით მოვალო. მოვედი ელენე, მაგრამ პატასთან შევედი, შოკოლადმა მოწამლა და ცუდად არის ძალიან. გასწავლ, ამიტომ ვარ დღეს ასე წყნარად ყველა? რა ლაპარაკია ლაშა? თეკლა და ახლა როგორ არის? კარგად მოვუარე, მივხედე და ახლა უკეთესად არის. მაინც ვერ გავიგერითი დამთავრდა. ვაიმე თეკლა დღეს ნამცხვარი გავსინჯე რაღაც საოცრება. წამოდი შენც უნდა გაგასინჯო. ეს არის? ეს არის. დაჯერე რაღაცა კარგად გამოიხურება ელენე. აბა, გასინჯე? ეხლავე. ელენე, რა გემრიელია, ვინ გააკეთა? ჟოზე. ვაიმე. ახალი შემოსულია საკონდიტრო ბაზარზე და ამას პაატას წავუღებ რა. არა, თეკლა, რა პაატას შენ ჭამე? არა, მე შეჭამ, მაგრამ პაატას წავუღებ ცოდოა. კარგი, წავუღებ, ჩვენ ახალს შევუკვეთავთ. შენ რანაირად შევუკვეთავ ახალს? რანაირად შევუკვეთავ ლაშა და დაურეკავ თათიას და ვეთყვი რომ დაურეკოს ჟოზეს და უთხრეს რომ ერთი მთლიანი ნამცხვარი გამოგვიცხოს. ლაშა, რაც არ უნდა ღირდეს გადავიხდი. მოიჭა სამსახურები შოვე? რა ლაშა, რა ისე შენ არ ინერვიულო, ფასზე არ ინერვიულო, ჟოზე შენთვის იაფათაც გააკეთებს.